მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა, მე ახლა ვიმყოფები გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში, ეს არის ესკულაპის რუბრიკა საზოგადოება სამართალი, დღეს ჩემი სტუმარი არის ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი, ონკოლოგი, რა ვიცი, ჩემთვის საზოგადო მოღვაწეც, ეს გამორჩეული ადამიანი, ჩემი ახლო მეგობარია, თუ პატივს დამდეს ბატონი ზაქარია და ამის თქმის უფლებას მომცემს და რატომ გავაკეთე ესეთი შესავალი. დღეს ვსაუბრობ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ვაგრძელებთ ფაქტიურად იმ ციკლს, რაც დავიწყეთ, ეს არის საკვები პროდუქტი და მისი მავნეობა, ან უფრო სწორედ როდის შეიძლება გახდეს საკვები მავნე და სახიფათო პროდუქტი. ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა წინა გადაცემას, ძალიან ბევრი ადამიანი შეგვეხმიანა, როგორც კომენტარების სახით, ისევე პირადში მოგწერა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ცოტა უფრო მეტი სიგნით გაგვეშალა ეს თემა, მით უმეტეს მსოფლიო დონეზეა განგაში ატეხილი საკვებ პროდუქტთან დაკავშირებით. მე მგონი დაიწყო გამოღვიძება ხალხმა და მიხვდა, რომ საკვები არა მარტო ვიღაცის ბიზნეს ინტერესების გამო გაფუჭდა და გადაიქცა საწამლავად, არამედ უკვე სერიოზული პოლიტიკური თემები ჩაერია ამ მიმართულებით. მოგესალმებით. მოგესალმებით მაყურებლებს. ბატონ ზაქარია, ცოტა ხნის წინ გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცნობილი. ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ტრამპის ხელისუფლებაზეა საუბარი და მათ შორის FDA-ის გადაწყვეტილებით გაკეთდა შეზღუდვა მთელ რიგ საღებავ ნივთიერებაზე, მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი წითელი პიგმენტია RED3, რომლითაც იღებებოდა როგორც საკვები პროდუქტები, ისევე მედიკამენტები, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხარო, მათი გარსები, ასე ვთქვათ, წამლების, ასევე გამოიყენებოდა კოსმეტიკაში, პარფიუმერიაში, გამოცხადდა პოტენციურად საშიში ნივთიერებად, მათ შორის დადგინდა, რომ აქვს კარცეროგენური ეფექტი, მაგრამ ყველაზე სამწუხარო აღმოჩნდა ის, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით RED3 მაინც ბავშვთა კვების პროდუქტებში იყო გამოყენებული, მათ შორის საუბარია ფერად კანფეტებზე, საღეჭ რეზინებზე და ასე შემდეგ. კვლევა ძალიან რთულია, იმიტომ რომ საქართველოში თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე ამას. აღარ არსებობს ეს დიდი კვლევითი ინსტიტუტები, სადაც ხდებოდა ამ პროდუქტების შესწავლა, მით უმეტეს აი ესეთი ნელი საწამლავების გამოკვლევა ძალიან რთულია, ამას ბატონი ზაქარია ხშირად გვეუბნება. გაცილებით ადვილია ნახო მავნე ინფიცირებული საკვები დაუშვათ სალმონელათი, რომელიც გამოიწვევს დიარეას და რაღაცა ნიშნავს მომენტალურად და გაცილებით რთულია ესეთი ნელი საწამლავები, რომლებიც ხანდახან გენომის დონეზეც კი იწვევს ბატონ ზაქარია ცვლილებას. აქედან დამომდინარე გაჩნდა ძალიან დიდი საფრთხე ჩვენში ექიმების, რომ ეს პროდუქტები, რომლებიც აი ხა მე აქ წაგიკითხავთ, ბრძანება როგორია, მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, რომ უცბად ამ პროდუქტების ამოღება არ შეიძლება, რადგანაც რამდენიმე მილიარდიან ზარალს გამოიწვევს მსოფლიოში საკვები პროდუქტებისთვის. აკრძალა ძალაში შევა 2027 წლის 15 იანვრიდან და პერვალული წამლებისათვის აკრძალა შევა 2028 წლის 18 იანვრიდან. სამ კითხვას. სად მოხდება ის პროდუქტები, რომლებიც აკრძალვის აი ამ ასე ვთქვათ საზღვრებში მოხდა. აქ არის დიდი საფრთხე, რომ მსგავსი პროდუქცია დაიჭრება შედარებით უფრო ღარიბ და დაუცველ სახელმწიფოებში. ღარიბა, ეს ამერიკის ქვეყნები ქვია, ჩვენაირ ქვეყნებს. საექსპერიმენტო ქვეყნები. და ჩვენაირ ქვეყნები აკეთებენ ზუსტად ეს დიდი კრიზისი არ მოხდეს. Utilizațias ukეთებენ ფაქტიურად ჩვენ ქვეყნებში ხდება utilizația ხდება ჩვენ ქვეყნებში. მე მინდა ჩემო კარგებო გითხრათ რომ დედამიწას სავარგულები აქ იმდენი რომ 7 მილიარდს კი არა 14-15 მილიარდ ადამიანს გამოგვიყვავს. სულ ამას გვიმტკიცებენ რომ დამთავრდა რესურსი. ჯერ ერთი აღწერები რომ ტარდება და მოსახლეობის მატებას რომ აღნიშნავენ რა მგონია მე რომ ესე იყოს როგორც სტატისტიკური მონაცემები საერთოდ იმის მიხედვით როგორ პოლიტიკას აწარმოებს ქვეყანა მისი სახელმწიფო დონეზე ნას გაყალბება არ ქვია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ცვლილებები მოხდეს მასში მოსახლეობა შეხედეთ და დააკვირდით მსოფლიოს რუკას. დასახლებული არის მხოლოდ ევროპა და აფრიკის გარკვეული ტერიტორიები სუცარიელია დარჩენილი. განსაკუთრებით ავსტრალია. ავსტრალიაში ფაქტიურად მოსახლეობა არ არის. და ოკეანის პირას არის განლაგებული რამდენიმე ქალაქი და ესაა მთელი ავსტრალია.
არც ბრაზილია არ არის ძალიან მჭიდროდ დასახლებული. უამრავი სავარგულები არის დედამიწაზე. და შორს რატომ მივდივარ თვითონ საქართველოს არც ერთი გოჯი მიწა არ არის დამუშავებული რაც სახელმწიფოს საკუთრებაში. რა გაუხდა სახელმწიფოს ისეთი მანამ მის საკუთრებაშია ეს. ორი ცალ ტრაქტორი იყიდოს და დაამუშავოს. შექმნას კოოპერირებული საწარმოები სოფლის მეურნეობის. მე საინტერესო რაღაცას გეტყვით ახლა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენთან ატყდა დიდი ომი და დავიდარება, ხო? საქართველოს გაუჩნდა პრობლემა, რომ საკვებ პროდუქტების. ჯერ თავს იკავებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ არ ქონდა კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ვართ განვითარებადი ქვეყანა და ხელი არ ქონდა ჯერ გაშვერილი, რომ გვიშველეთ რა. ერთადერთი რაც შეეძლოთ ჰუმანიტარული დახმარება მოეწოდებინათ და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ჩამოდიოდა ამერიკიდან, ერთ-ერთი პროდუქტი მასში იყო პიკნიკი, თუ გახსოვთ ესეთი ოცხობილა არა, ნამცხვარი. ოცხობილა სხვა რამეა და ნამცხვარი სხვა რამეა. ის ნამცხვარია პეჩენიას რო ეძახით. ჩვენ ცეცხლი ეკიდებოდა ბატონ ზაქარი ლეგენდის მიხედვით. ძალიან წვრილად მწვანეთ ეწერა, ესეთი გამჭვირვალე ცელოფანში იყო, კარგად შეფუთული და რა ვიცი, უცნაურობა მჭირს ერთი, ყველაფერი მინდა რომ წავიკითხო. და ბავშვები ამას ჭამდნენ და სახში ლუპა მეგდო ერთი და ძალიან წვრილად ეწერა და ლუპით წავიკითხე გამოშვების თარიღი, არ გაინტერესებს როდის იყო გამოშვება. 1961 წელს. დავფიქრდი ეს რა არის. დავამოჩინე რა ვიეტნამის ომი რომ მიდიოდა ეს იყო ენზე. ასე ვთქვათ სუხოი პაიოკი. ანუ მშრალი საკვები ჯარისკაცებისთვის. დავთავრდა ის ომი და ეს დარჩა. განსაზღვრელი ვადით შეინახეს და მე შეინახეს და იმიტომაც ეკიდებოდა ცეცხლი. ის საკვები არ იყო. ალბათ გახსოვთ იმ პერიოდში რომ შემოდიოდა რაღაც ესეთ პატარა პაკეტებში საშეტეებით UP ერქვა. ვახსოვს. აი ზუსტად იმ საღებავების შემცველი. ის ხო სარელი საღებავი იყო და ესეცია იყო. და ბავშვს ხო რაღაცა უნდა მიცე. აი ხა დანაშაულს გრძნობ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩემი ბავშვებისთვის დამილოვინებია ეს იმ პერიოდში. ეხლა კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. როცა გაიხსნა ეს საზღვრები, შევარდნაძემ დიდი მონდომებით და დიდი ყვირილით ოღონდ რამე შემოვიდეს დასავლეთი საქართველოსიო, განთავისუფლოთ ყველანაირი გადასახადისგან. ანუ საფის საფაშოზე თურქეთიდან შემოსული პროდუქცია არ იბეგრებოდა. გეხსოვებათ ალბათ იმ პერიოდში მთელი 10-15 წელიწადი თელისის მეტროსთან პატარა ბაზრობა რო არის. ზამთარ ზაფხული იყიდებოდა თურქული პამიდორი 50 თეთრად. 50 თეთრად. თურმე ამ პამიდორს თურქულ ბაზარზე არ ჭამდნენ ბატონ ზაქარი. გითხრათ რა მოხდა. აქ რომ ჩვენ საბაჟო გადასახადი მოხსენით, ზუსტად იმ პერიოდში თურქეთის მეჯლისმა, ანუ იმ გავლენმა პარლამენტმა განიხილა საკითხი, რა უნდა ქნან, რომ სწრაფად მოხდეს ათვისება ამ პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზრის. და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ჩვენ ლეხობას ხელი შეუწყოთო. და ვერ არ მგონია რომ თურქებს თვითონ გაეკეთებინათ ეს. თურქეთი თქვენ მოგეხსენებათ ნატოს წევრი ქვეყანა და იქედან იმ სპეცსამსახურებიდან იყო ალბათ ეს დავალებული. თურქეთმა გაუკეთა სუბსიდირება სოფლის მეურნეობას. ანუ რას ნიშნავს? სასწრაფოდ გახსნეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების პუნქტები
ადგილობრივ გლეხობას აეკრძალა პირდაპირ უშუალო ვაჭრობა უცხოელებთან და სახელმწიფო გლეხობას უცხოებს ბაზარზე რაც ხის ჩვენ იმ ფასად ვიბარებთ. თქვენ არ მიყიდოთ. ჩვენ ამას დავაფასოთ და ლამაზი ყუთებით შეფუთვა მიმდინარეობდა და ამ ზარალს თითქოს და ზარალს თურქეთი იხდიდა. რამდენი წლის განმავლობაში თუ იცით? თითქმის 19 წლის მანძილზე. გლეხიდან იბარებდა და დაუშვათ საქართველოსთან ვინმე ჩავიდა რომელსაც უნდა რომ პამიდორი იყიდოს სიტყვას. რაღის პამიდორი თქვენ საქართველოსთან ხართ? უფასოა. სიმბოლურ ფასად 2 ცენტად მოგართმევთ. აი ამ ზარალს სახელმწიფო თქვენს თავისუფლებას აძლევდა რომ იმ მომენტში ზარალი ქონოდა. სამაგეროთ რა მოხდა? თბილისამდე ერთი ფურა პამიდორი წარმოიღო კაცმა და დაუჭდა სულ $1000. 20 ტონა პამიდორი. აქ არაფერი არ გადაახტებინეს შემოსასვლელში. თბილისში ჩამოვიდა დადგა ბაზარზე და თბილისამდე დაუჭდა 5 ცენტი. 1 კილო პამიდორი. 1 კილო პამიდორის მოყვანა რაც აქ ჩდება, ის უნდა ჩდებოდეს თურქეთში. შეიძლება ცოტა უფრო ძვირიც, იმიტომ რომ მათი მიწები შედარებით მოუსავლია. ეხლა როგორ გონია ჭოპორში კაცმა მოიყვანა კოხტად პამიდორი, დავარქვათ სიმბოლურად გრიგორი. იმედი აქვს რომ ამას ადგება ჩაიტანს ბაზარზე და გაყიდეს. ამონაგები ფულით ბავს სკოლისთვის მომზადებს. სამთისთვის სხვა რაღაცებს შეიძლება რაც ოჯახს სჭირდება. და ჩავიდა და $1 დაუჭდა თითქმის 1 კილო პამიდორის მოყვანა. $1 და 10 ცენტი დაატო. თუ ესე იყო 2 ლარი ღირდა მაშინ 2 ლარი იყო $1 და 2 ლარი იყო პამიდორი გლეხის და რა ამბავი რომ თავს ვიკლავდით ჩვენ როგორი ზვირად ყიდიან ეს გამჭებული ჩვენი გლეხობა. და გვერდზე იდგა კაცი რომელიც 50 თეთრად ყიდდა პამიდორს. ეხლა მე გეკითხებით თქვენ. დაუშვათ დიდი სუფრა შორსაკაურობას და ქელახია ადამიანები საქართველოში იხდიან ამ ქელას. და უნდა ბევრი პამიდორი. როგორ გქონიათ რომელ პამიდორს ეკიდეს? მოსახლეობის უმეტესობას ფული არ აქვს. და ბავშვი პამიდორი არ დაავიწყდეს, რა თქმა უნდა, ყიდულობს ისე ამ თურქულ პამიდორს. სულ ამ გრიგორის საჭველი გახდა მთელი ეს პამიდორი. რადგან მე დაწურა რომ უფუჭდება პამიდორი იქნება ტომატი და მიიტანა სადღაცას რომ მოდი ტომატის საწებელი გვერდით თურქული კეჩუპი უდოს. როგორ ფიქრობთ რა ენთუზიაზმი უნდა ქონდეს ქართველ გლეხს რომ მაინც მოიყვანოს ეს პროდუქტი. და გლეხი სოფლის მაცხოვრებელი ფიქრობს რომ ალბათ იქ თურქული პამიდორის თესლი ძალიან საინტერესოა დიდ მოსავალს იძლევა და იმიტომ ეს ალბათ ესეთ ცვილი ის ხო ესეთ ღრმა ანალიზს არ გააკეთებს და ადგენდა თესლი მოიტანეს იმ პამიდორის და გაქრა ჯიში რომელსაც ქვია ჭოპორტის პამიდორი. სახელმწიფოს მოვალეობა ის კი არ არის რომ მარტო გადასახადები აკრიფოს. სახელმწიფოს მოვალეობა რომ მან ვალდებულია რომ მან თავისი მოსახლეობა დაიცვას. თქვენ როგორ ფიქრობთ საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ რატომ მოხდა ისე რომ საბჭოთა კავშირის დიპლომებზე მთელმა დასავლეთმა უარი თქვა? თქვენ როგორ ფიქრობთ რა სწავლა არ იყო? დამიშვით ნებისმიერი ამერიკელი ექიმი და მალაპარაკეთ რა. თქვენ როგორ ფიქრობთ აქ 100 120-მანეთიანი ხელფასიდან იქ $300 არ ვიმუშავებდი ამერიკაში.
მაგრამ მე რომ წავსულიყავი იქ, გამოვდევნიდი ადგილობრივ ექიმს. კონკურენციას ვერ გამიწევდა. დაუგდებდი მაზანდას. მიხვდით ხორაზე და უცხოეთმა ამითი რომ ჩვენი დიპლომები არ აღიარა ერთმნიშვნელოვნად. დაიცვა თავისი მოსახლეობა, თავისი ექიმი და სახელმწიფოს ესეთი მთავრობები ჭირდება. მოგიდეთ ახლა მანქანას ხელი და წავიდეთ და გერმანიაში გაყიდეთ ნებისმიერ მანქანა. ვერ გაყიდით. იმიტომ რომ იმ ხელა საბაჟოს გადაიხდით. სამ მანქანის ფასს გადაგახდებდნენ. იმიტომ რომ თვითონ გერმანია აწარმოებს ამას და შენ არ გაგაყიდინებს იქ. ჩვენ რა უბედურება ვჭირს ხალხო ამისთანა რომ არც საშუალო რგოლი, არც მაღალი რგოლი, არც დაბალი რგოლი, არც ერთ სამსახურში ტვინს არ ანძრევს. ქვეყნისთვის არ არიან მოწოდებულები ხალხო. კიდევ მეორე, არ არის მარტო გადასახადის აკრება მოვალეობა ქვეყნის მთავრობის. და თროც უკრეფავთ ამ გადასახადს იმას მაინც მოახმარეთ, რასაც ხალხი გიკვეთავთ ხალხო. ეს ხო ხალხის ფულია. ყოველი ხელფასიდან 20% ხომ მიგავთ უზარმაზარი შემოსავალი, ეს არის ბეგარა ეს. და რისთვის ვიხდით ჩვენ, რისთვის ვართ თანახმა ამაზე, რომ სახელმწიფოს მოხმარდეს. და თითოეული ადამიანი ამით ვღებულობთ ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობაში. მაგრამ ჩვენ მარტო თქვენი ბინები და სახლები ავაშენეთ, ესე გამოდის. იმისთვის ვიხდი მე ჩემი შემოსავლის 20%-ს ყოველ თვე, რომ თქვენს აბაზანებში კაფელი გამოცვალო კაცო. სახელმწიფოს დაცვა სჭირდება და ამ დაცვისთვის აგირჩიათ თქვენ ხალხმა თუ მართლა აგირჩიათ, არ ვიცი რაღაცად გირჩევენ. ვისაც ვეკითხები იყავი არჩევნებზე, ხალხი ძახს არა, ყველა მეუბნება, თუ მარტო მე ვიცნობ ეგეთ ხალხს, არ ვიყავი. ვიღადათ ეს არჩევნებს ხალხო, ვინ გირჩევთ საერთოდ? და რომ კარგად რო იცით, რომ არავინ არ გირჩევთ, ამიტომაც სადამდეც გაქვთ საშუალება, ღლეტავთ თქვენივე საკუთარ მოსახლეობას. რომელიც გითმენ თამდენი ხარ. რაც შეეხება ამ პროდუქტებს, ეს მოსახლეობაში იყო ეს მომენტი, როცა თქვენ ქრონოლოგიურად წახვედით, ძალიან საინტერესოდ როგორ მოახსენეთ. მე მახსოვს ვიდეო გადაცემები, როდესაც აჩვენებდნენ კახეთის სოფლებს, სადაც მოსახლეობამ ვითომ თავისი ხელით აჩეხა ვენახი, იმიტომ რომ არარენტაბელურია ყურძნის მოკახელი გლეხები გვაჩვენეს და დარგეს ავით საზამთრო ზოგმარა. ანუ ფაქტობრივად მიიყვანეს, ხო, ეს რაღაცა ფსიქოლოგიური ტერორის ერთ-ერთი ფორმა იყო. თქვენ ხო კარგად იცით, რომ ყოველ წელიწადს ყველაფრის ფასი მატყობს. შარშან პური რაც ხით და იმაზე მეტი ხის წელს. კი ბატონო, ნაბიჯნები ხორბალი რაც ხით და იმაზე მეტი ხის. აი ამ საწყალ ვენახს ეწოდება ვენახი. კი. ბრძოლა გამოუცხადა ყველამ. უყურებთ? როგორ შეიძლება რომ 20 წლის წინათაც ერთი ლარი ღირებულიყო ყურძენი. ჩაბარება ბატონ ზაქარი კაპიკებიდან, ხო რაღაც თეთრებია. ერთი ლარი ღირებულიყო ყურძენი და წელსაც ერთი ლარი. ეს და ყოველ წელიწადს ლარზე მეტი არ არის. მაგრამ ჩასაბარებელი ყურძენი რამდენი თეთრია? მაგას ვამბობ. გესმით ხო რას ვეთქვი? ჩაბარების ფასია ეს ლარი. და ამ გლეხობამაც კიდე არ აქვს ახსარი იმა რომ ადგეს და რასაც მოიყვანს თვითონვე პროდუქციამდე საბოლოო სახე თვითონ მიცეს არა აქვს მარნები მოყავს დიდი რაოდენობის ყურძენი და
ის კიდე მალფუჭება ერთი თემა თუ არ ჩააბარდა ყელში აჭერს თვითონ ბატონო ზაქარია ჩვენ არ აქვს უფლება ღვინის რეკლამირება გავაკეთოთ საქართველოს კანონმდებლობით ამ დროს მე ვფიქრობ რომ ეს არასწორია იმიტომ რომ ვის არ აქვს ღვინო არის და რაც სჭირდება საქართველოს ქართულ ღვინოს რეკლამა როგორც საკვებ პროდუქტი და მის სიკეთეზე საუბარი ერთვე რადგანაც ალკოჰოლურ სასმელებში გადის რაღაც გარკვეულწილად შეზღუდულია სამბაქო ხო არ არის მაგრამ ამავე დროს ღვინის რეკლამირება აკრძალულია თურმე და კანაბიოლის რეკლამირება დართულია, ნებადართული. თვითონ პლანს გაუწიოთ რეკლამირება? თუ ამფეტამინს გაუწიოთ რეკლამირება? ამფეტამინს უწევთ დიახ ზუსტად რეკლამირებას, რომელსაც ენერგეტიკულ სასმელებს არეკლამებთ. თავად ვაზი არის საოცარი მცენარე, მე ნუტრიციოლოგიურად მიყვარს ძალიან. მისი წიწიდან დაწყებული, ფოთლით დამთავრებული ყველაფერი შეიძლება საკვებკულტურაში და ესთეტიკურ მედიცინაში. საფერავის წიწიდან კეთდება ანტიოქსიდი. კი ბატონო. და ფოთლისგანაც კეთდება ბატონო ზაქარია კერძები, კულინარია იყენებს შესანიშნავად. ანუ ყველაფერი იწვევ, ვაზი ქართველი კაცივით არის, ყველაფერი გამოსადეგია ამ ქართველი ადამიანის და ასევე ვაზისაც. ერთად არიან შესაძლებლობები. ქართველ კაცს ვაზის თვისებები აქვს შეთვისებული. ბატონო, ამიტომ სიმბოლო ჩვენ. და ვაზსაც აქვს თქვენ წარმოგვიდგინეთ ქართველი ადამიანის თვისებები შეთვისებული. ერთმანეთშია გადაჭაჭული ეს, ამიტომ ვერ ამოძირკავთ. ეხლა კიდე ახალი შემოგვიგდეს ბატონ ზაქარია, რომ სოფლიო ბაზარზე არ გადისო ქართული ღვინოები, იმიტომ რომ მათ კბილი გემოაქვთ და აი რა გაგიხდათ რომ ადგეთ და დაეხმაროთ გლეხობას ამხელა ენახები რო აქვს და სეტყვის საწინააღმდეგო დამცავ მექანიზმები რომ დაუფინანსოთ. რომ თქვენ თვითონვე გაუფრთხილდეთ თქვენივე გლეხის მოსავალს. მე მეშინი ამან არ გამოიწვიოს ადგილობრივი ჯიშების გადაგვარება და დაკარგვა, ასე თქვა. ესეთი მოწოდებების გაჟღერებაც კი ფიქრობ, რომ სახიფათოა. აი როგორც ჩვენ გავიარეთ, ხო ეს ეტაპი იგივე, როცა დავკარგეთ მცენარე ღომი, როცა შემოვიდა აგრესიულად დავუშვათ სიმინდი. დიახ ბატონო. და ეს მე მგონი კატასტროფის ტოლფასი, იმიტომ რომ საქართველოს ვაზის კულტურის გარეშე ალბათ არ არის საქართველოს. ხრუშოვმა შემოიტანა სიმინდი საქართველოში და მოუწოდა მოსახლეობას გაკაფეთო ვენახებიო და დათესეთ სიმინდი. სიმინდიოს უფრო დიდი მარცვალი აქვს, უყურეთ როგორი დაკვირვებული კაცი იყო, დიდი მარცვალი აქვს და უფრო მეტ მოსავალს მოგცემსო და უფრო ნაკლები შიმშილობა იქნებაო. ნიკიტა ხრუშოვს თუ ედრებით და თუ გინდათ რომ მას დაემსგავსოთ, კი ბატონო. სადაც გავიდა ეს სტრატეგია უკრაინაში საშინელი გალადამური მიიღეს ხომერთალი ამის ფონდში. უკრაინის შიმშილობა 78-79 წლებში ორჯერ არ მოვიდა მოსავალს ზუსტად ამ სიმინდების გამო. დიახ, მახსოვს ეს. იმიტომ რომ მაშინ ჰიბრიდული ჯიშები დაწესდა და სულ გამოფიტა მთელი მიწა და საშინელი შიმშილობა იყო და საქართველოს უგზავნიდა ხორბალს. იცოდით ეს? კი ბატონო. 2 წელიწად საქართველოს თავის ნამეთ ხორბალს უგზავნიდა უკრაინას, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. და ეხლა ბოლო პერიოდში ქონდა კიდე საქართველოში, როცა ახალი ჯიშის გენმოდიფიცირებული სიმინდი შემოვიდა, რომელიც დამტვრის პერიოდშიც კი საშინელ ალერგიას აწვდიდა. ის ერთ-ერთი ის გენმოდიფიცირებული სიმინდი თითქოს და არის საფურაჟე. ანუ ის სიმინდი ძროხებისთვის არის, საქონლისთვის არის. საკმაოდ იმათ ბევრად ძროხის კუჭი 90 ბევრად უფრო ის არის ძლიერი და მომნელებელი სისტემა. 4 განყოფილებიანი კუჭი აქვს, ფაშვი აქვს, რაცო. მაჭიკი, ციგნარა, კრავი ჩვენგან განსხვავებით ბევრად სრულყოფილი. შილდანი აქვს კიდე. ამოიღებს, ამუშავებს თავი. ამოიღებს. მე მახსენდება ბატონ ზაქარია, ერთი საინტერესო ისტორია მახსენდება მსოფლიო ისტორიიდან. 80-იან წლებში ერთ-ერთ ქვეყანაში არ დავასახელებ, ახლა დაიწყო დიდი შიმშილობა და ადგილობრივი აბორიგენი ტომები ისხდნენ და ღვთაებას ევედრებოდნენ, ისეთი რაღაცა მთასავით ქიმი ჰქონდათ და ну რა თქმა უნდა გაეროში მივიდა ინფორმაცია, რომ ზიანეს ელოცულობენ, არაფერს არ აკეთებენ, იმიტომ რომ გვალვაა ქვეყანაში და გადაწყვიტა საკვები მიეტანათ, ვინაიდან არავის არ იღებდნენ, ვერტფრენებით ჩაუყარეს. და ნახეს რომ რკინის ჩიტმა გადაუფრინა, თვითფრინავმა, ანუ დაუყარა საკვები და რა თქმა უნდა გახსნეს ეს ტომრები მიიღეს და იმის მერე
პერიოდულად ხდებიან და ელოდებიან რკინის ჩიც ღმერთისგან მოვლინებოს. ანუ ჩვენც ესე დაგვემართა თითქოს. თითქოს კი ეგრეა. ველოდებით რომ ვიღაცა ძალიან კარგი მაგალითია. ეხლა რას მიაგნებ ხოლმე ხანდახან. ესე დაგვემართა და ესე ვართ ეხლა. გადაწყვეტილებას ჩვენი მთავრობები ვერ ღებულობს. როდის დაურეკავენ იქიდან ეხლა ეს კალენდარი. აი თუნდაც ამ საღებავებზე რომ 25 წელი 25 წელი ჩვენ ინტერვიუს თუ ნახავს ადამიანი გადახვევით ძველ ინტერვიუს იქ ნახავს ბატონი ზაქარია შავშან წიყვება ამაზე რომ აი შეღებილი საკვები პროდუქტები და კონსერვანტები და ძეხვი არ ჭამოთ და რაღაცა და აი ეხლა წამოიწია დადებულია ცდები, როდესაც ადამიანს დაუდეს ორი სოსისი, ერთი იყო საღებავით შეღებილი ლამაზი ვარდისფერი და მეორე შედარებით ნატურალური ხარ სოსისის ჯანსაღობაზე, ცოტა ძნელია საუბარი. აბსოლუტურმა უმეტესობამ ბატონ ზაქარიის ლამაზი ვარდისფერი სოსისი და ძეხვეული არჩია, ანუ პირობითად მოწამული საღებავით შეღებილი, იმიტომ რომ ვიზუალური ეფექტი ჰქონდა. ხო, ეგრეა. კაჭკაჭმაც ესე რაღაცა რაღაცა ლამაზი იყო და იქიდან აიღო. რაც შეეხება კონსერვანტების გამოყენებას, ჩვენ ერთ-ერთი ინტერვიუში ბატონი ზაქარია საუბრობდა მახსოვს აი ისტორიულად როგორც ვინახავდით. არ იყო ეს კონსერვანტები და ქართული გლეხი ახერხებდა პროდუქტების შენახვას. იგივე შებოლვით, თუმცა ეხლა ეს შებოლვა წამოვიდა, მე აქ უამრავი ფაქტი ვნახე, ქიმიური შებოლვა ბატონ ზაქარიის არის კატასტროფა. შებოლვაც, უყურეთ ჩემო კარგო, შებოლვავდნენ გარკვეულ სცენარის კვამლზე იბერება. ხო, ზოგი კვამლი საკმაოდ სახით. ზოგი ისე ტოქსიურია, რომ ლეგვის კვამლზე შებოლეთ. იგივე ვაზი ბატონ ზაქარია. შაშხი და რას დაგმართებს აგერ ნახავთ. ბატონ ზაქარია, იგივე ვაზის ლერწამი გამოყენებულია თუნდაც მწვადის მომზადებისთვის, რამდენადაც ვიცი, ყველაზე გემრიელის გარდა, ყველაზე უხიფათო და ყველაზე ისეთია, ხო? იმიტომ საერთოდ რა არის იცით შებოლილი პროდუქტები, არ არსებობს არასრული წვის პროდუქტი. დიახ, ზოგადად პროდუქტებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენი შედის 3-4 ბენზპირენი ქვია. ეს არის ესია მოხსენებული როგორც ნომერ პირველი კანცეროგენი. და ეს ყველა არასრული წვის პროდუქტია. არა მარტო სიგარეტის კვამლში, არამედ ბუხარის თუ ხრჩოლავს, იქ დიდხანს არ შეიძლება ყოფნა და ნომერიტოს ხალხი. და ეს ნივთიერება, ეს ქიმიური ნივთიერება საკმაოდ მყარია, მდგრადია და რჩება შებოლილი პროდუქტების ზედაპირზე. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ნებისმიერი შაშხის, ჯერ უნდა წყალში კარგად გარეცხო, უნდა დაალბო და მერე უნდა მოხარშო. დიახ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არც მოხარშავენ, არც არაფერ და პირდაპირ ჭამენ იმ შებოლილ შაშხს. არ არის სწორი ჩემო კარგებო ეს ის უნდა დამუშავდეს თერმულად. მაგრამ ეხლა პრაქტიკულად ყველა პროდუქცია ბატონ ზაქარია. მაგრამ ეხლა ჩვენ ვიცით რომ ეხლა სადა აქვს ამდენი შესაბოლი ისენი რომ ხსნადი კვამლი ყოფილა. ანუ ქიმიური შებოლვა რასაც ხო, ფუნჯი თუ სვავენ ზედ. ფენოლის და გემოს აძლევს შებოლილის ფერს აძლევს შებოლილისას და შეკვამლის არომატია ეს. ხო, კვამლის არომატია. რა. ერთი კარგი წინაპარი მყავდა, რომელმაც თქვა რა თავის დროზე და ეს აი სტულში მიდგას. შვილო ღმერთმა რაც გააჩინაო დედამიწაზეო ადამიანიო მერე იმის გვირგვინი იმიტომ არისო ღმერთის ქმნილების რომ ადამიანის მოსახმარად გააკეთა ყველაფერიო მაგრამ ადამიანი პატრონად დაუნიშნა დედამიწასო და ეს დაავალაო რომ გაუფრთხილდი ამას და მუდმივად იქნები ბედნიერი რაც ბუნებამ გააჩინა ყველაფერი ადამიანის მოსახმარად არის თავისუფლად შეგიძლია მიიღო მაგრამ ადამიანმა რაც შექმნაო ყველაფერი თავის საზიანოდ შექმნაო და ეს აკეთებს ესეთი მეორე სახეობა ცხოველთა სამყაროში რომელიც იყოს ძალიან მოწადინებული თვითგანადგურებით დაკავებული არ არსებობს ადამიანი დღიდან თავისი გაჩენის
ქვით განადგურებით არის დაკავებული და ამიტომაც გაჩნდა სიტყვა რატო ვერ იდებით დღეს ხელოვნური არ ჩაიცვა ბავშვებს ვეუბნებოდით ხოლმე და გვეუბნებოდნენ ჩვენი მშობლები ნეილონის საროჩკე რომ გამოიგონეს პირველად ნეილონი და ნეილონის საროჩკები გამოვიდა ყველამ ჩაისვა და მე ძალიან ცოტა ხანში ნახეს რომ კანის დაავადებები გაუჩნდათ იმიტომ რომ არ სუნთქავდა თუმეტეს ზაფხულში საშიელ ოფლის სულს იჭერდა და ხალხო მოიშორა არავის არც შეწყდა საბჭოთა კავშირში იმის წარმოება და თქვენ წარმოგიდგენთ საკვები როცა იქნება სინთეზური რისის პროპაგანდასაც ვიკეთებენ ხო და რაც შეეხება როგორ არის არჯობია რომ სოფლიო იშიმშილოს და კეთილძიას ბიძიას როლში გამოხვიდე და რაღაცა დასაღეჭებით ყვებავთ შენ ხო კარგი სახელი გექნება რომ აი ნახე მე ყვებავ ამ ხალხს მარითი ყვებავ ღმერთმაიცის და ეს ხალხიც იმ რკინის ჩიტებს ელოდებიან ხო არ გეყოთ რით ვერ განვითარდით აი ამ 30 წლის განმავლობაში და სულ განვითარებადი როგორ ავართ კაცო 30 წელი გავიდა ბოლო რით ვეღარ განვითარდით იაპონელები სუდაქცეულები იყვნენ და ერთმა კაცმა 15 წელიწადში მოახდინა დიდი იაპონური სასწაული ქვია გამიგე კუჭის კიბოთი იყო მსოფლიოში პირველ ადგილზე სტატისტიკით ერთ მოსახლეზე იაპონია და არა მარტო კუჭის კიბოთი ფიზიკის კიბოთლები იყო და მოახერხა ამ რომელზეც არის სამეურნეო სავარგულები და არა აქვს მიწა არაფერი არა აქვს კაცო კი ეს იყო ეკონომიკური სასწავლო არაფერი არა მათ მოახერხეს რომ საწოლები არ აქვს ბოლო ქალაქებში 17 მილიონიანია ტოკიო. საცობები ბატონი ზაქარიას სატკივარი იმდენად რამდენადაც მედიცინის თვალსაზრისით ეს არის წყარო აი საშინელი გამონაბოლქვით და როცა ჩვენი გადაცემა გავა აი მინდა კიდე ერთი ფაქტი ვახსენოთ ჩვენ თბილისში მქონდა რამდენიმე დღის წინ ეხლა ხანს ნუ სულ საკმაოდ სერიოზული პრობლემა კიდევ ერთხელ დაიწვა ბაზრობა სადაც მოხდა ძალიან დიდი მატერიალური ზარალი მოხდა მე ვფიქრობ რომ დიდი მასშტაბი შეიძლება არა, მაგრამ მაინც ეკოლოგიური პრობლემა, იმიტომ რომ ის დაკვამლიანება, ის მავნე აირები, რაც გამოთავისუფლდა და მე განსაკუთრებით მეშინია, იმიტომ რომ იქ საკვები პროდუქტების საცავებიც იყო, დიდი თხოვნა და სურვილი მაქვს ალბათ, რომ არ მოხდეს ჩვენს მაგიდებზე ის საკვები, რომლებიც იქ თერმული ზემოქმედებისთვის, ბატონო ზაქარია, წარმოიდგინეთ, დამბნარი და დამწვარი პროდუქტები გამოქონდათ, იქ კონსერვებიც ინახებოდა, გაყინული პროდუქციაც ამ თერმული ზემოქმედების ქვეშ ისინი რა თქმა უნდა შეიძლება გარეგნულად არ დაზიანდნენ, მაგრამ საკვებად უვარგისი გახდებოდნენ უეჭველი და აი რა ვიცი როგორც გასტროენტეროლოგიური კლინიკის წარმომადგენლები დიდი სურვილი გვაქვს რომ რა თქმა უნდა ისინი ამოღებული იქნება ალბათ იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ რაღაცები ალბათ ჩვენ კეთილსინდისერებაზეც არის მართლა თქვენ თქვის არ იყოს კეთილძიას არ ვნებოდეთ და ჩვენ წვიტავთ ხო და ჩვენ რკინის ჩიტებს მით უმეტეს რა თქმა უნდა კარგი კიდე ერთი პრობლემა ბატონ ზაქარია ხა რაც ჩვენ აი ეგ ამ სიახლეებზე საუბრობდით ეს არის რომ რაც ამერიკაში თითქოს თვალყურს ვადევნებ დაიწყო რაღაცა ცვლილებები იქაც ბევრი პრობლემაა ჩვენ ერთ გადაცემაში ჯანმოზეც ვისაუბრებთ ალბათ და მოყვებით დეტალურად მაგრამ ბევრი გამოხმაურება სოფლიოს საშინელი სატკივარი ბევრი გამოხმაურება ამერიკელი ფუდბლოგერები, ინფლუენსერები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან ბევრი წამოვიდა პრობლემები, ჯანმრთელობის, ორსულთა ბავშვთა სიმახინჯეები და მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის ალერგიზაცია ორგანიზმის, აი ზუსტად აი საკვების და რაღაც ესეთი ყველა ქვეყანა დაუცველად გავს თავს, ასე ვთქვათ რა. ჯანმრთელი ადამიანი ფიქრობს თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე. ფიქრობს როგორ იშრომოს და როგორ შექმნას დოვლად. მაგრამ ვინ შეჭდება ეს? არჯობია ავატყოფი იყოს თლიანად ერი, რომელსაც ავატყოფს სამსახური არ ჭირდება. ჯანმრთელი ადამიანი სამსახურს თხოვობს.
აქვს ჩვენს ღრმად პატივცემულ მთავრობას ამდენ სამსახურის მიცემის საშუალება, სულ პოლიციაში ხარ დაასაქმებს. სულ პოლიციელები ხარ იქნებიან კაცო. სხვა სამსახური არ აქვს. და ხსნის რაღაცა მონიტორინგის სამსახურებს, იქ ვიღაცები დადიან ვიღაცებს აჯარიმებენ ისე. ეს არის ქართული საქმე კაცო. ერთი საინტერესო ფენომენია, ჩვენ ძალიან კარგად გვასწავლიან ექიმებს, ფსიქიატრიასაც და ფსიქოლოგიასაც, მაგრამ აი ზედმეტი მონიტორინგი და ზედამხედველობა შობს უნარო ადამიანებს, ხო მართალია? ანუ ნებელობა შეშინებულ ადამიანებს. შეშინებულს, რომელსაც ნებელობა აღარ აქვს და არაფერს დამსხალია ხალხო. აქეთ მიწახვალ, იქეთ მიწახვალ და მე ხდება სტატიკურად ერთ პოზიციაში დგომა და ლოდინი იმისა, რომ აი საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი და ეჩვევა მე ადამიანი ასეთ ყოფას. ჩემო ძვირფასებო, აბა გადაავლეთ თქვენს ცხოვრებას თვალით. სამსახური სახლი, აფთიაქი, ექიმი, სამსახური სახლი, აფთიაქი, ექიმი, სამსახური. საერთოდ სამსახურში ის შრომო ვინისთვის რომ გადაიხადო კრედიტი ეს საშინელი მონობაში ვარ ჩვენ და თავისუფალ ქვეყანა გვაქვს, ხირი ვართ, არ ვიცი, აცდენა გვაქვს ჩვენ მე მგონი აზროვნებაში. გონებრივი გარღვევები აქვს უკვე ჩვენ მოსახლეობას. გახდია დამოუკიდებლები ვართ, რა დამოუკიდებელი ხარ, კაცო, შენებაზე ვერ წასულ ხარ კინოში, თეატრში. გეშინია ყველაფრის. სახლიდან გასვლის, სახლში შემოსვლის, დაძინების, გაღვიძების, ჭამის გეშინია. არ იცი რა შეჭამო. ცოტა ხნის სუპერმარკეტებში შევხვალ, თავი აგიჭრელდება, ყველაფერია, შიგნით მაგას საჭველი არ იყედება. ბატონ ზაქარია, ცოტა ხნის წინ ზის სკანდალი, რომელიც საქართველოში დატრიალდა, მე მიკავშირდებოდნენ, საშინელი გამოხმაურება ქონდა ხალხში. აი პანიკამდე მივიდა ზოგი, მათ შორის ახალგაზრდა მშობლები, რომელსაც პატარა ბავშვები ყავდათ. და რომლებიც ფიქრობდნენ იმაზე კი არა ვჭამოთ, რომ რეტროგრადულად რო ვჭამეთ, ეხლა რა ვქნათ. ნუ საშინელებაა ეს ყველაფერი, ხო? ესეთი ყევები. უე რასაოცარია, რო ვჭამდით ეხლა რო შევჭამთ რაღა ვქნათ. აი ეს პრობლემა კი რო ავიცერით რაღა ვქნათ. რო არ ავიცერით რაღა ვქნათ. თქვენს მაგერად სხვები რო ფიქრობენ, თუ დააკვირდით. ერთმა პატიოსანმა კაცმა ექიმია. გახარდა პირველი აიცა, რო აიცერი, მე ვთხარი რატო აიცერი, მეთქი, ნუ განაკია უთხარი, რომ რატო აიცერი, არა, რატო რა ესეთი ის ხო რა. ყველა იცრებოდაო და მე სავიცერი. შეიძლება ექიმი ესე ლაპარაკობ. ტაქსის ზღობა რა ქნას, გენაცო. ყველა უნდა გადავწყვიტოთ, გამიგე უნდა გადავხდეთ ტყარში. წამოდი, რა. გადახდები? ეს საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ფიქრობენ. თავისუფლად საჭმელი რომ მოაქვთ რესტორანში თუ სადღაცაც რომ შედიხართ სასადილოში, ხომ უნდა დასუნო, როგორ შეიძლება პირდაპირ იმის ჭამა, კაცო? საჭმელი რომ მოდის ესე ხო უნდა გააკეთო, რომ იცი რა არის სუნი მოდის, ვიღაც გაკეთებულია. რამეი ხალხი მუშაობს ამის გასაკეთებლად. ყველაფერი ავალბეძეა მიშვებული, იმიტომ რომ არც იმის შემოწმებელია, არც იმის შემოწმებელია. ეს ცალკე პრობლემაა, როცა უყურებთ ხოლმე, რომ აი კვების ობიექტი, მიკურს ხოლმე, რომ აი როგორ არსებობენ ესეთი ადამიანები, არ ვიცი ხა ჩემი. და თვითონ მოიგონეს ამ რესტორატორებმა, რომ და ვიტრინაში დააყენეს ეს ხალხი და ისე აკეთებენ საჭმელს, რომ დაინახო როგორ კარგი რომ სუფთად აკეთებენ თუ არ აკეთებენ სუფთად, იმიტომ რომ ვეღარენდობა ხალხი ვერაფერს. ვეღარენდობა. ეს კიდე ცალკე ჯანმრთელობის პრობლემაა, როცა არ გაქვს ნდობა, ხარ უკმაყოფილება. ფოთვაში ცხოვრობს მოსახლეობა, ხალხო და ფოთვა იმუნიტეტსაც ძირცებს. ჯანმრთელობის ყველა დაავადებისგან მიდრეკილებას ხელს უწყობს. განსაკუთრებით გასტროენტეროლოგია. და ფოთვაზე აგებული მთელი გასტროენტეროლოგია კიდე.
ვიცი, ჩვენ ხალხს ძალიან დიდხანს ფიქრი მოგიწევთ რა და უნდა ძალიან 9 ჯერ კი არ უნდა დაფიქრდეთ და ერთხელ გადაწყვეტთ. მე მგონი ჩვენ მოსახლეობამ 5000 ჯერ უნდა გაზომოს და ის უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ იმდენად მრავლად არის ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი პროდუქტები იქნება ეს თუ გამონაბოლქვები იქნება ეს თუ გადმოხედეთ თბილისს ზემოდან არა ჩანს 5 მეტრაში სახურავები არა ჩანს რა ფერის არის სახე თაწმინდიდან გადმოხედეთ სმოგში ცხოვრობთ ჩვენ ტყრის გასწვრივ ააშენეს 30 სართულიანი სახლები სანაპიროზე ქალაქს აერაცია მოუსპეს ერთადერთი ტყრის ხეობით ხდებოდა განიავება ქალაქის ჩახუთეს ქალაქი და ის კიდევ თლათ უბედურება შუა რევზულა ხაზზე გადმოტანა გაჩერებების ყველაზე მაღალი გამონაბოლქვის კონცენტრაციაში დგეხართ ყველაზე მაღალ კონცენტრაციაში გამონაბოლქვის და რა ბენზინი შემოდის ღმერთმაიცის ეთილირებული ბენზინია თითქმის სულ ყველა და ტყვის ორთქლს შეიცავს და ტყვის ორთქლი რასაც შეიცავს დაგუგლეთ და ნახოთ რასაც იწვევს აღარ შეგაშინებთ და გადმოვიყვანეთ ეს ხალხი ყველაზე მაღალი კონცენტრაციის ზონაში ის ხალხი რომელსაც მანქანა არ აყავთ რატომ არ უყურებთ მათ უფლებებს კაცო ყველაზე დიდი უფლება ადამიანის არის სიცოცხლის უფლება და ჯანმრთელობის უფლება. ისედაც საკმაოდ დაუცველი ხარ, როცა მე ხაფეხი დავდივარ, როცა დგეხარ მანდ, იმიტომ რომ დავუშვათ წინიდან ხედა მანქანა სწრაფად მოდის, უკან მეორე რიგია მანქანის, ანუ აი ისიც არ აქვს, რომ ჩოლი მოცა. თან არეულად დადიან, კაცო, მოძრაობა ესე მიდის და ავტობუსი ესე მოძრაობს. ეს ევროპული მოდელიაო ქალაქების არ ვიცი ეს ამბავი. სულ ევროპაში დაიბადნენ რა ესეთი და გაისეინეს ევროპაში რაღაცა დაინახეს გაუყვირდათ და ღამე სიზმარი ნახა და გააკეთა დილით. ეს სადაურია კაცო. ვიღაცების სიზმრებზე ვართ დამოკიდებულები კაცო. ფაქტია რომ მოძრაობა არ არის განტვირთული მაინც მიუხედავად ამ ავიწროებენ ამ ქუჩებზე როგორ უნდა განიტვირთოს გენეცვალე. ერთ დღეში შეიძლება გადაწყვეტა აი ამ პრობლემის. თბილისში ჩაწერის ინსტიტუტი უნდა დაბრუნდეს და თუ არ ახარ ჩაწერილი თბილისში და გააქვს საქმე უნდა გაკეთდეს ქალაქის გარეთ ავტოსადგომები ავტობუსები უნდა იდგეს იქვე და საქმე გაქვს თბილისში გადმოჭრეთ რა გააჩერე მოუვლით გენაცვალე არ დაგაჯერინებთ არაფერი თან რაიონიდან ჩამოსულ ზოგიერთმა თბილისის ქუჩები არ იცის რომელიც საერთოდ რანაირად ეს ამას ტაქსის გამოძახების დროს ხედავ ბატონ ზაქარი ტაქსისტები საერთოდ არიციან არიციან ქუჩები არიციან იმიტომ რომ ამასთანაც მოხდა ჩემ მეგობარი ამასთანაც მეუბნება ვაიმე როგორ იციო ყველა ქუჩა თბილისში დავიბარე და გავიზარდე იმიტომ ვიცი ყველა ქუჩა ინდოელ მძღოლთან მოხდით თუ ცხოველთან ახლა არ ვიცი რომელი ქვეყნიდან იყო რომელმაც გითხრა რომ ვერ იმახსოვრებს იმიტომ რომ რთული სახელები აქვს ჩვენ ქუჩაში ინდოეთში უფრო ადვილი სახელებია ნუ მძღოლად მუშაობდა და ნუ აი ესე მეცაც გეტყვით თავს წადი ძმაო ისე ვიქი იტაქსავე რა თუ ძმა ხარ რა რაგინ დაგვანებეთ თავი კაცო რა ჩვენი გასაჭირი არ გვეყოფ აგას ახლა თქვენ კიდე ჭირად მაგოვლინეთ შენ გასწავლო გზები და ქუჩების სახელები თუ გაჭირებულ და გასაცნობებულ ცხოვრებაზე ვფიქრობ გასო. გაგვანებეთ რა თავი რა. ორი თვის განმავლობაში 25000 ჩინელისთვის მიუწიათ მოქალაქეობა. კარგით რა მართლა რა გაყენეთ ეს თბილისი კაცო. ახლა რაღაცა უვიზო რეჟიმიო აფრიკის ქვეყნებისა კიდევ გვინდა კაცო. და დიდ მიღწევად მიგაშნიათ ეგა რომ უვიზო რეჟიმი ჩამო თურმე 1 წელიწადი შეუძლია იყოს აქა 1 წლის მერე 1 საათით გავა და შებრუნდება უკან და კიდე 1 წელიწადი უნდა იყოს. რა ვიცი მე
ამაზე დავამთავრეთ ბატონ ზაქარია ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მართალია ცოტა აფორიაქებულ მდგომარეობაში გტოვებთ თქვენც, მაგრამ მართლა არ არის რაღაცა დრო იმისთვის, რომ ერთმანეთი დავამშვიდოთ ეხლა ალბათ უკვე. აღარ არის დრო, დავიღუპეთ უკვე. აღარ არის ხალხო დრო. ბავშვები, შეხედეთ, ბავშვები, დაგრეხილები, ყველა სკოლებში აქვს. მერხი არა გამართვა არა ბავშვი. ამდენი აჩკებიანი ბავშვი საქართველოში არ გადიოდა გასვა, არც ერთ ხედულობა აღარ უვარდა. ხერხემალი, ხერხდელობა, კვება, არ ვიცი. ზოგი ძალიან გასუხებულია, ზოგი 15 კილოს იწონის სლილიობით. დავიღუპეთ ხალხო. ძალიან დიდი ბოდიში ესეთ ნოტაზე არ მინდა ესეთ დამთავრება, ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ძვირფასებო. ცოტა მეტი ფიქრი და ზრუნვა საკუთარი შთამომავლობის დაცვისთვის. და ხალხებმა უნდა ოჯახების შექმნა უნდა ისწავლოთ და უნდა გამრავლდეთ რა. უნდა გამრავლდეთ. სხვა გზა არ აქვს ჩვენ. 3 მილიონი ნახევარი მოსახლეობა ვარ და 1,200,000 არ არის ქართველი. მალე უმცირესობაში აღმოჩნდა. ბატონ ზაქარია, ბოლო სტატისტიკა რომ წავედით ისევ კლებისკენ 50%-ის არა ვარ, გასულ საქართველოს ქვია, გამიგეცოთ კიდე ცოტა ნაკლები ვიქნებით საერთო მონაცემთან და მე პირდაპირ გვეტყვია რატო ქვია ჩვენ საქართველოს რა, ვინ რაღაცა უმცირესობა ხართ და იმათ გულისთვის საქართველოს ერქვას და ქვია ზამბიას. საქართველოს მაგივრად იქნება ზამბია 2 ან მოზამბიკი 3 კენგურუს გამოგვისახავენ იმაზე ან ზებრას დროშაზე ან წმინდა გიორგის უპაო მაბატიე წმინდა გიორგის ზებრაზე დასვავენ და კარგით რა კარგი არ ყო ამდენი მასხარაობა ავიგდეთ თავები და ავიგდეთ მთლიანად რა. ეკაიფებით ხალხს თუ რა ის მაპატიეთ ამ სლენგის. არ აქვს ცხენიათ ხალხო, რა ვიცი მე ნამდვილად ცხენია. მე ცხენია უკვე რომ გამოვდივარ მაცნობს ვეღარ ვხედავ თბილისში კაცო. არც ისეთი ბებერი ვარ, რომ სულ გარდაცვლილი იყოს, კაცო. აღარ ქართული გარეთ აღარ გამოდის. ვეღარ გამოდის. ნუ ჩავომართვეთ ამას მე ნულს ნაციონალიზმში და ნულს ნაციზმში და ნულს ნულაპეში და ნულს ფაშიზმში. საქართველოს იმიტომ ქვია, რომ ქართველების უნდა იყოს ეს ქვეყანა პირველ რიგში და საქართველოს მოყვარული ხალხისთვის უნდა იყოს. 1000 ჯური რომელსაც ქართველები რომ ბრუნდებიან ემიგრაციიდან გამოცდას აბარებინებთ საქართველოს ისტორიაში რომ მოქალაქეობა მიწეთ და ერთი რომელმა იმ ზამბიელმა ჩაგიბარა და ჩინელმა ჩაგიბარა საქართველოს ისტორიაში გამოცდა. როგორ შეიძლება ესე? ვისაც არ ეზარება ყველა საქართველოს საჯარო რეჟიმში მიდით რა ხდება დაინტაცებს მთელი ქართული მიწები. ქართულს ვერ ნახავთ საჯარო რეესტრში. ამას ერთ საქმე მქონდა, მივედი გული გამისხდა. გული გამისხდა. მე უნდა ზიმბაბვეში ვიყავი. არ ვიცი. მაგრამ მაინც მე მინდა რომ იმედით ვიყო და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ალბათ კიდე რაღაცები უნდა გვეთკინოს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეთ რა. ალბათ ისე კარგად ვერ გვეთკინა. და იმიტომ ჩვენ ესე ვიცით ბატონ ზაქარია ისტორიიდან, როცა ძალიან გვეთკინება, მე გამოფხიზდებით და ძალიან მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ. ეს ჩვენი ერისთვისებაა, ხო მართალია? ფენიცივითაა საქართველოს. ყოველთვის აღდგება ფერფლიდან და იმედი მაქვს რომ ეს ჩვენ კი არა ვთქვით ჩვენ თავზე კაცო. ეს ჰუმბოლდტმა თქვა. საქართველოსზე და ქართველებზე ფენიქსს გავსო. აღსგება ყველაფერი და ყველაფერი იქნება. და სხვადასხვა ის დასავლელი არქეოლოგები, დასავლელი მეცნიერები, ეს ისტორიკოსები და ისინი
საქართველოს ვაჟურის უმადლია და წაიკითხეთ კარგად. უმადლია იმას, რომ საქართველოს არ ყოფილიყო თავის სიმაღლეზე ესე, მაგრამ ეხლა გადაჯეგილი იქნებოდა მთელი ევროპა. და იქნებოდა მონღოლოიდური რასა მთლიანად. ხო ჩაატარეს კაცო ეს გენეტიკური ანალიზი და ყოველი მერვე ევროპას ჩინგის ხანის გენი აღმოაჩინა. შემოისეირნა ერთხელ. ჩინეთს რა უკნა, რუსეთს რა უკნა. ცხვირის ფორმა შეუცვალა რუსეთს. ცხვირის ფორმა შეუცვალა და უკნოსაც ცხვირი დაასვას. ჩვენ ვერ აისი. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ კიდევ ერთხელ, მადლობა ბატონ ზაქარია თქვენ და რა ვიცი, ბედნიერება და წარმატება მინდა მისურვო. ამასინად ისაა Facebook-ში აი შეერთებული არ ხოლმე და ერთი პატარა ერთი ახალგაზრდა კაცი ანეკდოტს ყვებოდა რა. შუა საუკუნეების პერიოდის ანეკდოტს. აღამ ახმათხანი საქართველოსთან მერვე თიელაშქრაო რა საქართველოში მიაოხრა მოაოხრა და უკან ბრუნდებაო რა არა კარხასიეთო აი რა როცა გლეხი თოხნის და რა შვებაო ეს რა შვებაო და მუშაობს რა დაუწყეთ მაგრამ არც რა მოხდა ხო ოი და ისმენთო ბატონო მაშური თოხნიო საჭმელი ხომ და ხო მე შენო ვერ მცნო რომ მოვინა მე ვერ აკცნო ჩემო აღამ ახმათხანიო მერვე თვილაშქრე საქართველოსზე მერვე მოსწე აქაურობა ეს გავარ მერვე კაცო რა გაიგე ხლა რა გავიგეო გავიგე ისო რომ მინიმუმ 7-ჯერ ფეხები ვერ მიჭამეო ასე რომ ვინც საქართველოს უტევს კარგად იცოდეს მე ასეთაც ვერ ილაშქრობ საქართველოში ვერაფერს ვერ გახდებოდ კარგად ძალდებოდეს